დაკარგავს თუ არა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას. ცნობები ბრიუსელიდან შემაშფოთებელია. გაერთიანება შეჩერების მექანიზმის კრიტერიუმების გასაფართოებლად ემზადება. ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ადამიანის უფლებები ხდება, სადაც საქართველოს დრამატული უკუსვლა აქვს. ეს არის საკითხი, რომელზეც რეჟიმს უმწვავესად აკრიტიკებენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გარდა. ამ კრიტერიუმებში ხდება დევნა რეპრესიული კანონმდებლობითაც, რაც ფუნდამენტურ უფლებებს ეწინააღმდეგება. ლუკა ხაჩიძე შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში. ლუკა, რა განმარტებები აქვთ ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს? ხო, გეგმა არის ასეთი, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების არგუმენტებს მიზეზებს შორის დაემატება ადამიანის უფლებების და საერთაშორისო სამართლის და სტანდარტების სერიოზული დარღვევები. საქართველოს შემთხვევაში ოცნების გამო ორივე მოცემულობის მხრივ არის დრამატულად მძიმე მდგომარეობა. როგორი ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში სიტუაცია? პასუხი არის მოქალაქეების სისტემური წამება და პოლიტპატიმრები, რაც შეეხება საერთაშორისო სამართალს და სტანდარტებს. ამ კუთხით სიტუაცია საუკეთესოდ აღწერს დრაკონული კანონები, რომლებიც ქართულმა ოცნებამ მიიღო. ანუ ნაბიჯები, რომელთა გამო საქართველო დაშორდა დასავლეთს და სწრაფად მიდის ავტორიტარიზმისაკენ. ბევრი ანალიტიკოსის შეფასებით ქვეყანა უკვე ცხოვრობს ამ სისტემაში. ამ ახალი კრიტერიუმის გარდა ევროკავშირი უფრო მკაცრად გააკონტროლებს შესვლაზე უარის შემთხვევებს, დარჩენის გადაცდომებსა და თავშესაფრის დაუსაბუთებლად მოთხოვნებს. ამ მიმართულებით დაიწევს ზღვრები, რაც გულისხმობს, რომ შეჩერების მექანიზმის გასააქტიურებლად ნაკლები დარღვევა იქნება საჭირო. თუ ცვლილებები დამტკიცდება და მოლოდინი სწორედ ასეთია, უვიზოს შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ამ შემთხვევაში ევროკომისიის ექსკლუზიური პრეროგატივა იქნება. იდება ესეთი პუნქტი ევროკავშირთან ურთიერთობების საფუძვლიანი მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში, სადაც ძირითადი კონტექსტი არის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კონტექსტი. თუ პოლიტიკური ნება იქნება, ეს განახლებული რედაქცია ევროკავშირს აძლევს უმარტივეს გზას რაღაც ყველანაირი სირთულის გარეშე, რომ კომიტოლოგიის პრინციპით კომისიის ფარგლებშივე და კომისიის დონეზევე საქართველოს შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა. დროებითი პირველ რიგში არის ხოლმე დროებითი შეჩერება, რომელიც შეიძლება მაქსიმუმ 2 წელი გაგრძელდეს და თუ ამ 2 წლის განმავლობაში ემუშავა ევროკავშირი, საქართველოს ევროკომისია და ნაბიჯები არ გადაიდგა, ამ შემთხვევაში უკვე სამუდამო შეჩერება იქნება. შემდეგ რაც უამრავი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო კანონი მიიღეს, სრულიად ბუნებრივი არის, რომ ეს ბენეფიტი, ეს პრეფერენცია, ეს სარგებელი დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ. რაც უფრო მეტად დაშორდება საქართველოს დასავლურ ღირებულებებს, რაც უფრო მეტად ქართული ოცნება მიიღებს ანტიდემოკრატიულ კანონებს, მით უფრო მალე შესაძლებელი გახდება ამ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება. მით უმეტეს, რომ საერთოდ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი მთლიანად ევროკავშირის ზონაზე ხდება გაცილებით უფრო გამკაცრებული და ეს უფრო კონსერვატიული მიდგომა მიგრაციასთან დაკავშირებით აშკარად ხდება დომინანტური ევროკავშირის ზონაზე. საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დღეს არსებული ხელისუფლების მოქმედებების გამო და არავითარ შემთხვევაში იმის გამო, რომ საქართველოს აღარ მოწონს ევროკავშირს, ქართველი ხალხი აღარ მოწონს, ევროკავშირი იძულებული ხდება აღიაროს, რომ საქართველო აღარ არის უსაფრთხო. ეს უსაფრთხო გარემო რა არის? არ უნდა იყოს ხალხი ქუჩაში ნაწამები პოლიციის მიერ. ვართ გადასული ავტორიტარულ რეჟიმში და ავტორიტარულ რეჟიმებს ევროკავშირი ვიზა ლიბერალიზაციას არ უწესებს. თქვენ იცით, რომ არც ბელორუსთან, არც რუსეთთან ავტორიტარულ რეჟიმი არის აზერბაიჯანში, იქ ვიზა ლიბერალიზაცია არ არის. პარტიებში ამბობენ, რომ საქართველოს რეჟიმის ნაბიჯების გამო სულ უფრო მეტად რისკავს, რომ დაკარგოს ვიზა ლიბერალიზაცია. პარტიები ვითარების ასეთ განვითარებას არ მიესალმებიან და ფიქრობენ, რომ ბლოკის სტრატეგია უნდა იყოს ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირება და მაინც თუ ევროკავშირი საკუთარი ღირებულებების და პრინციპების დაცვის მიზნით უვიზო მიმოსვლას შეაჩერებს, ეს ოპოზიციონერთა შეფასებით სრულად იქნება ოლიგარქის მთავრობის პასუხისმგებლობა. როგორ დადგა ქვეყანა ასეთი რისკის წინაშე? ოცნების პასუხი ისევ კონსპირაცია deep state-ის შესახებ. თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა ისმოდეს, რომ რა ვიცი, გაორმაგდება ყველა მათი მოგზაურობა, ვეღარ ნახავენ მათ ნათესავებს, რომელიც მილიონზე მეტია ამ ქვეყნის გარეთ. მილიონზე მეტი ადამიანია წასული ბოლო 10 წლის განმავლობაში. და ამ ადამიანების უმრავლესობა ხო კარგად გვესმის, ხო? დიდი ნაწილი ევროკავშირში არის. უნდა ესმოდეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ეს აღარ არის რაღაცა ევროპა და რუსეთის რაღაც ტოლობის ნიშნების დასმა და კონსპირაციის თეორიებით გამოყვება დილიდან საღამომდე. ეს არის
სერიოზული პრობლემა იმ ოჯახებისთვის პირველ რიგში, რა ვიცი, რომლის ერთი წევრი არის ემიგრაციაში და იქიდან არჩევს ოჯახს. შემთხვევაში ევოლუციური რეჟიმი გააგრძელებს ავტორიტარულ ქმედებებს და ფუნდამენტური უფლებების იმგვარ დარღვევას, რომელიც გაუგონარ მასშტაბებში ავიდა, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა და საფრთხე ამაში არის და ამაზე სრულად პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ღირსებით ორ ფეხზე დგომას ევროპისკენ პირდებოდა ხალხს და მწარად მოატყუა აქაც. Ჩვენი პოზიცია არის კიდევ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმი ამ ვალდებულებებს არღვევს, განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით, ქართულ ხალხს არ შეეღოს ეს გადაწყვეტილება და ეს იყოს უკიდურესი ზომა, რაც რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა იქნება ივანიშვილის რეჟიმის. ივანიშვილის პოლიტიკა სამწუხაროდ ქვეყანას მიეხანა ჩუტკრულისკენ, ამიტომაც მუდმივად საუბრობთ, რომ არ შეიძლება ქვეყნის პირით ასე თამაში. გასაგებია, რომ ასურს დიქტატურის დამყარება, რომ ასურს იყოს ოპოზიცია, ასურს იყოს არასოთლო მოზაცია. ეს ყველაფერი საბოლოო შეისახება ქვეყნის პირზე, როცა ევროპა აღიქვამენ და გავს შესაბამისი ფორმები და კავშირები ევროპასთან. მაშინ არ უნდა გამდე ისეთ ნაბიჯებს, რითაც შენ ქვეყანას აქცევ აზიური ტიპის დიქტატურად. თუ შენ იქეცი აზიური ტიპის დიქტატურად, უსულო ტიპის დიქტატურად რაც ის უწოდეთ, ამ შემთხვევაში ეს სიკეთეები, რაც გაკავშირებს ევროპასთან, სამწუხაროდ ჩამოგვეცდები. სტეიტი საკუთარი მიზნებით არანელებს თავის სურვილების აღსრულების მცდელობას, ჯერ კიდევ აქტუალურია საქართველოს საკითხი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე და ის ვიზა ლიბერალიზაცია, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა, არის ჩვენი ხალხის მონაპოვარი. რადიო თავისუფლების ცნობით ახალი კანონმდებლობა წესით შემოდგომის დასაწყისში უნდა ამოქმედდეს, ანუ მივიღებთ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების გაფართოებულ საფუძვლებს. ახალი ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ის, რამდენადაა დაცული ქვეყანაში, რომელიც ამ სიკეთით სარგებლობს ადამიანის უფლებები. დიდი მადლობა ლუკა.